მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა და გადავხედე რა კომენტარებს წინა ვიდეოზე, უმრავლესობა ითხოვდით ორიანულ ენერგიაზე საუბარს. ამიტომ დღეს ვსაუბრობთ ორიანებზე. ადამიანები, ბავშვები, შეგახსენებთ რომ ვიხილავთ მხოლოდ ბავშვთა ასპექტებს, თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვობიდან იწყება ნებისმიერი ზრდასრულობა, ამიტომ საკითხები, რომელსაც დღეს შევეხები და გავაჟღერებ, შესაძლოა აქტუალური და მნიშვნელოვანი იყოს ზრდასრულ ასაკშიც. მოკლედ, ვსაუბრობთ ორიანებზე და ორიანები არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის 2 რიცხვში, 11 რიცხვში და 20 რიცხვში და ამავე დროს ნებისმიერი წლის ნოემბრისა და თებერვლის თვეში. თუმცა უფრო მეტად შეიძლება აქცენტი გავაკეთოთ, ანუ როდესაც ვისაუბრებთ სამართლიანობაზე, აქცენტი გავაკეთოთ უფრო მეტად ნოემბერზე, თუმცა არც თებერვლის წარმომადგენლებს არ აკლიათ ეს გადაჭარბებული სამართლიანობის მოთხოვნილება. მოკლედ, ორიანული ბავშვები ბავშვობაში არიან ძალიან ენერგოტევადი ადამიანები. რას ნიშნავს ენერგოტევადობა? ბავშვები, რომლებსაც ძალიან უყვართ შეხება, ჩახუტება, ემოციის გამოხატვა და აი ამით გრძნობენ და ცდილობენ შეივსონ შინაგანი მოთხოვნილება სიყვარულის. ზოგადად ორიანულ ენერგიას ეს აღქმის დონეზე უნდა გაიგოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუთავსოთ პირდაპირ რეალობას, იმიტომ რომ ადამიანი რასაც აღიქვამს, შეიძლება აღქმის დონეზე სხვა იყოს და რეალობა იყოს სხვა. ამიტომ აღქმის დონეზე ორიანი აღიქვამს, რომ რაღაც მომენტში მას აკლდა ბავშვობაში სიყვარული. ანუ ვერ შეიყვარეს ისეს იმ დოზით, იმ ფორმით, იმ მოცემულობით, რაც მას სჭირდებოდა და ამიტომ ცხოვრებაში მუდმივად ეძებს აი ამ სიყვარულს. ზრდასრულ ასაკში შეიძლება ორიანული სიყვარულის ენა და ჩვენ ვიცით რომ არსებობს 5 ენა სიყვარულის, ორიანული სიყვარულის ენა შეიძლება იყოს შეხება. ანუ თუ თქვენ მას არ შეეხეთ, არ აგრძნობინეთ, არ ჩაეხუტეთ, არ აკოცეთ, ხო, ჩათვალოს ორიანმა, რომ რაც არ უნდა საჩუქრებით გაანებიროთ, რაც არ უნდა დრო დაუთმოთ, რაც არ უნდა დაუშვათ შეაქოთ, ხო, ვერ მიიღოს ვერ დაიკმაყოფილოს ეს და ვერ დარწმუნდეს, რომ თქვენ გიყვართ და ამის საპირისპიროდ, თუ ორიანული ენერგია განვითარდა მინუსში, შეიძლება საერთოდ ვერ იტანდეს ვერანაირი ტიპის შეხებას, ჩახუტებას და ზოგადად სხეულის ნებისმიერ კონტაქტს, მათ შორის თვალის კონტაქტსაც კი. ეს არის დაბლოკილი მდგომარეობა შინაგანი სურვილებისა, რომელიც ტრანსფორმირდება ემოციურ და სიყვარულის გაზიარებაში, აი ამ კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორიანული ენერგიის ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ მოატყუოთ და რაც არ უნდა რთული მოცემულობის წინაშე იდგეს მშობელი, ყოველთვის მიაწოდოს სიმართლე, ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს ბავშვური ენით ნათქვამი, მაგრამ აუცილებლად სიმართლე. იმიტომ რომ ორიანები ასე თვალდახუჭულად ინსტინქტების, საცეცების, თვალების, ემოციის ნებისმიერი გამოვლინებით გრძნობენ ტყუილს, მათი მოტყუება არის ძალიან რთული, თუმცა ამავე დროს თვითონ რო ცნობენ ტყუილს, ძალიან კარგი მატყუარები ხდებიან, თუ ეს ენერგია არის ასევე მინუსში განვითარებული. ამიტომ ბავშვობაში აუცილებელია, რომ მშობელმა სწორად მიაწოდოს, სწორ მიწოდებას, რაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, სწორად მიაწოდოს ბავშვს სიმართლე და ამავე დროს აი სწორ და მწარე სიმართლეს შორის ჩამოუყალიბოს გარკვეული ტიპის მიმღებლობა სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებთან მიმართებაში. რატო ვამბობ ახლა ამას? მე წეგან ვიდეოს დასაწყისში ვახსენე გადაჭარბებული სამართლიანობის მოთხოვნილება და ორიანებს ზუსტად ეს ტანჯავთ შეიძლება ასე ითქვას. ანუ როდესაც მინუსში მიდის ეს ენერგია, ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს იმის, რომ საკადრისი პასუხი გასცეს ყველას.
ვინც როგორ დაიმსახურა, ხო? ანუ თვალის წილ, კბილის წილ, აი დაახლოებით ეს არის ორიანის ცხოვრებისეული კრედო და ეს ნიშნავს, რომ ორიანი ამ შემთხვევაში ფუჭად კარგავს საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს და ვითარდება უარყოფითად. ამის საპირისპიროდ ორიანებს მშობლებმა ეცადეთ, რომ თქვენ შვილებში ჩადოთ თავიდანვე და გამოუმუშავოთ მიმღებლობა, პატიება, შენდობის გრძნობა, ასწავლოთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და ამ შეცდომების გამო არ შეიძლება, რომ უძვირფასესი ადამიანები, ესე როგორც მკლავი მოვიკვეთოთ და ვთქვათ, რომ არა მაქვს ეს ხელი და მორჩა ესე მოვკვეთოთ ერთი ხელის მოსმით ჩვენი ცხოვრებიდან. ხო, აი ორიანებს ძალიან თუ უარყოფითად ვითარდება ეს ენერგია, ხო, ბავშვობაში ან ზრდასრულობაში შეიძლება საკმაოდ დიდი სირთულეები გააჩნდეთ ოჯახურ ურთიერთობებთან მიმართებაში და ნათესავებთან მიმართებაში და ამ დროს უდიდეს როლს თამაშობს დედა. თუ ბავშვი ორიანი იზრდება თუნდაც განქორწინებული წყვილის ანუ მეურვეობის ან მშობლობის ქვეშ, დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აძაგოს ამ ბავშვის წინაშე მამა ან პირიქით მამამ ან მამის მხრიდან ვინმე არ უნდა აძაგოს ამ ბავშვის დედა. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ძალიან მძიმე დანაშაული ფაქტობრივად ორიანული ენერგიის ბავშვის წინაშე, იმიტომ რომ ზრდასრულობაში შეიძლება ეს ბავშვი თავად გახდეს თუ ბიჭია, თავად გახდეს მჩაგვრელი და იყოს რაღაც ეს გადაჭარბებული მოთხოვნილება ქონდეს, რომ აი რაღაც აღადგინოს სამართლიანობა თუ დაამყაროს სამართლიანობა და აი არავინ მიწყინოთ ახლა და ქუჩაში ძველ ბიჭური გარჩევები და თითქოს აი ეს რაღაცა აპილპილება შეიძლება ორიანს ხშირად ქონდეს, იმიტომ რომ თითქოს სამართლიანობის მოთხოვნილება აქვს და ორიანმა გოგოებმა, როდესაც გაიზრდებიან, ხო, პირიქით ეძებონ ისეთი პარტნიორები, რომლებიც მათზე მოახდენენ გავლენას, იმანიპულირებენ მათი ემოციებით, ხშირად მოატყუებენ, იმედს გაუცრუებენ და ასე შემდეგ. ამიტომ დავიმახსოვროთ, რომ ორიანული ენერგიის მქონე ბავშვების მშობლებს უმთავრესი ცხოვრებისეული მისია აკისრიათ ის, რომ პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში ეს ბავშვები არ მოატყუოთ და არ ჩამოუყალიბოთ ტყუილის მიმართ ჩვეულებრივობის დამოკიდებულება, რომ ურთიერთობა ტყუილის გარეშე და ტყუილით უბრალოდ ურთიერთობა ტყუილით ნორმაა. და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ განსჯის, დასჯის, გაკიცხვის და ასე შემდეგ მოთხოვნილებების ნაცვლად მასში ჩამოაყალიბოთ უფრო მეტი მიმღებლობა, უფრო მეტი მადლიერება, უფრო მეტი შენდობისა და პატიების უნარები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მათ ზრდასრულ ასაკში მისცემთ გაცილებით მეტ მოქნილობას და ადაპტაციის უნარს ცხოვრებაში ჩვეულებრივად ასე რომ ვთქვათ, მომხდარი ერთი შეხედვით უსამართლო ფაქტების მიმართ. იმიტომ რომ თუ ეს მიმღებლობა ორიანს არ განუვითარდა, შეიძლება იყოს ან აგრესორი, ან პირიქით ძალიან ღრმა დეპრესიაში წავიდეს და თითქოს დაელოდოს ვიღაცა მხსნელს ცხოვრებაში, რომელიც მოვა და ამ უსამართლო პრობლემებს მოუგვარებს, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ილუზია ამ შემთხვევაში. ძალიან კარგია სხვათა შორის ორიანულ ბავშვებს თუ ეყოლებათ ცხოველი, რომელზედაც იზრუნებენ შემოძვირფასება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მათი სიყვარულის ენა არის შეხება. და რომ მოეფერებიან ამ ცხოველს, რომ გამოკვებავენ და ასე შემდეგ, იქნება მათთვის ძალიან კარგი და დადებითად იმოქმედებს ეს ყველაფერი მათ სულიერებაზე. მშობლებთან, ნათესავებთან კავშირი არის უმთავრესად ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ორიანული ენერგიის ბავშვებისთვის და ორიანული ენერგიის ზრდასრულებისთვისაც, იმიტომ რომ ისინი ენერგიას იღებენ საგვარეულოთან. დამიწერეთ კომენტარებში თუ და გაინტერესათ და ვიზზე ვიმსჯელოთ შემდეგში.